რუკა რო გამოვიტანოთ თან თვალსაჩინოებისთვის ეგ საკმაოდ მოსახერხებელი იქნება. ეხლა დარტყმები მიმდინარეობს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საამიროებზე, კუვეიტზე, ბაჰრეინზე, კატარზე, ანუ აი ომანსაც კი მოხდა, ომანში მდებარე. კვიპროსზეც კი, აი აქ ბრიტანული ბაზების შემთხვევაში მანდაც კი დაფიქსირდა დარტყმა. დარტყმადია ისრაელი, ხო? ანუ მთელი მცირე აზიის ახლო აღმოსავლეთის რეგიონი პრინციპში გახდა ბრძოლის ველი. ხო და ბრძოლის ველი თან როგორი თემაა ნახეთ, ახლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა როგორ მუშაობს, მას აქვს გარკვეული რადიუსი, ხო? აი რაღაცა პირობითად კეთილ შემთხვევაში აი 200 კილომეტრიანი რადიუსზე მუშაობს, ეს არის ჰადის ყველაზე ძვირადღირებულ, ყველაზე ახალი ვერსიის ტექნოლოგია. თითო გასროლა რამდენიმე მილიონი რო ჯდება. თითო გასროლა თორსები 15 მილიონი ღირს ერთი რაკეტა მთაადის და თვითონ ეს კომპლექსი ღირს მილიარდები, ხო? ამ პატრიოტის რადიუსი თორსები 80 კილომეტრია, ხო? რაღაც ასეთი ძალიან დიდი რაოდენობა გჭირდება იმისთვის, რომ დიდი ტერიტორია დაფარო. ისრაელის შემთხვევაში ისრაელის დაცვა, იმიტომ რომ პატარა ტერიტორიაა და დაფარვა ბევრად ადვილია. მათ შორის დავაზუსტეს კიდე ერთი მიზეზი, რატო იყო ისრაელის დაცვა უფრო ეფექტური წინა კონფლიქტის შემთხვევაში. აქ გავადიდოთ. აი აქ მდებარეობს ისრაელი, ეს არის ირანის ტერიტორია. როდესაც მიზანმიმართულად ერთი მიმართულებით ხდება სარაკეტო დარტყმები, კოლოსალური ეფექტურობა გამოიჩინეს მაშინ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით. თვითმფრინავების კომპონენტი რაც იყო, ანუ გამანადგურებლები აწიეს როგორც ამერიკელებმა, ისე ისრაელის მხარემ და ერაყის და სირიის თავზე ხდებოდა ამ რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება. ანუ მათ იცოდნენ, რომ აი ეს კონკრეტული კორიდორია, რომელშიც ყველაფერი მიფრინავს. აქ როტაციის პრინციპით ავიაგამანადგურებლები აგდებდნენ ამ რაკეტებს, დრონებს და ასე შემდეგ და ამ ერთ კორიდორში, რასაც გაატარებდა ირანი და გადაურჩებოდა ამ ესე ვთქვათ საჰაერო ბრძოლის რეჟიმში ავიაგამანადგურებლებს, მერე უკვე ამას ემატებოდა ამერიკული და ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირებული ასე ვთქვათ საშუალებები და ბოლოს რკინის გუმბათი, რომელიც უკვე მოკლე მანძილზე მუშაობდა. ანუ ესე ვთქვათ ანალოგია გავაკეთოთ, ეს იყო მრავალშრიანი ეშელონირებული თავდაცვა, რომელიც ერთ წერტილში უნდა გაეხრიტა ირანს. ამასთან თვითონ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ეს ნებისმიერ წერტილიდან არ არის ეფექტური. ან ბალისტიკურ რაკეტებს აქვს თავისი მოქმედების მანძილი. და რაც უფრო შორი მოქმედების მანძილია, მით უფრო ძვირია ასეთი ვერსიის ბალისტიკური რაკეტები, მით უფრო ცოტა. ამიტომ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, რა ვერსიებიც აქვს, ის იდეაში კონცენტრირებული უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლოს იმ ობიექტთან, რომელსაც უნდა დაარტყა. ამიტომ როცა მხოლოდ ისრაელი იყო სამიზნე, ძირითადი ვერსიების იმ ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც აქვს, უნდა კონცენტრირებული იყო რაღაც აი დასავლეთ ირანის ტერიტორიაზე და შესაბამისად საპასუხო აი ამ დარტყმები ისრაელის და ამერიკის მხრიდანაც მიმართული იყო ყურადღება აი ამ ლოკაციაზე, იქ თუ რამე გამოჩდებოდა ხმელეთზე, რამე ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ გამშვები იქნებოდა, ასე უნდა ყოფილიყო ყურადღება განადგურებული. ეხლა ფაქტიურად მთელი არაბული სივრცე არის სამიზნე, შესაბამისად ირანის რა ტერიტორიიდან ხდება გაშვება, ეხლა ეს გამშვებები თუ აქამდე თუ ჩვეულებრივ დრო სადღაც საცავებშია, წინარე მოსამზადებელ პერიოდში ირანმა იცოდა, რომ დარტყმის ქვეშ მოყვებოდა, ამიტომ გადანაწილება მოხდა ამ მარაგების მთელი ირანის ტერიტორიაზე, ზოგი სადამალეს. შესაბამისად რთულია ამ მარაგებზე ნადირობა, ისინი გადანაწილებულია და თან საიდან რომელი ქვეყნისკენ გაუშვებენ, გაუგებარი არის და ეს გამოწვევა სერიოზულად გაართულა ამ გამოწვევამ ახლა ამერიკის ამოცანება. ვიდეო ნახოთ. ეს არის ვიდეო კადრები, როგორ ხდება დარტყმა ამერიკის მეხუთე ფლოტის ბაზაზე.
და აქ საინტერესო რა არის, აი უკრაინის ომში ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი ხო ძალიან ღადაობდა ამ შახედების თემაზე, ჩუსტალიოტებს და რაღაცებს ეძახდნენ. და იქ მე ეგ მაგ კონკრეტულმა იარაღმა საკმაოდ ევოლუცია განიცადა, დაიხვეწა და ასე შემდეგ, მაგრამ ირანი ეხლა ისევ აი მაშინ ჩუსტალიოტებს რასაც ეძახდნენ აქ, იგივეს ესვრიან და ეგ ჩუსტალიოტი ამერიკის მეხუთე ფლოტის ბაზამდე რო აღწევს, ეგ ცოტა რაღაც დემონსტრაციული მომენტია იმისი, რა ეფექტი გამოიწვია ირანის მხრიდან თავისი სამიზნეების გადანაწილება. مسيرة يا شباب مسيرة اضرب 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 عجل აი აუხსნათ თან ხმას გაუთიშავ და აუხსნათ აქ რა ხდება ანუ ეს არ არის უბრალოდ სადაც ბაზამდე მიფრინდა როგორც ამბობენ ეს მოხდა რადარს ეხა იქ სხვადასხვა ფასის რადარს ამბობენ რაღაცა ერთი ვერსია დაასახელეს რაღაც ასტრონომიული ფასი მეორე მე მგონი უფრო დამაჯერებელია რომ თლადეგრად არ იყო უფრო იაფიანი ვერსია იყო მაგრამ ის იაფიანი ვერსიაც იაფი კი არ არის მრავალ მილიონზეა ლაპარაკი. ამ ჩვენ ანალიზის ფარგლებში ხა მაგისი ფასის კალკულაცია არ არის მთავარი არის თვითონ ფაქტი, რომ ეს პრიმიტიული უკიდურესად დრონი ამერიკული ბაზის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ანუ რადარს ანადგურებს. ხო და ეს პრიმიტიული დრონი ღირს რაღაც $20,000. მაყურებელი მაგალითად ამბობს, რომ და ეგ თვითონ შეფასება თვითონაც იქ არის და რა სურათია იცის, ხო? ანუ ეხლა ისრაელში ვარო და აქ ისეთი სურათია, რომ სინამდვილეში ირან დიდად ვერ აზიანებს ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის. ეგ სიმართლეა. იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი ირანმა გადაიტანა ზუსტად ამ არაბულ ქვეყნებში. ირანის ტაქტიკა ეხლა არის, რომ გასაგები იყო ძალიან ეფექტურად მოამზადა ამერიკამ საჰაერო თავდაცვა ეხლა და ისრაელმა და ამერიკამ ისრაელის მიმართულების და მიმართა მთავარი ძალისხმევა ირანმა არაბული ქვეყნების მიმართ, აი ეგ ეს მაგალითად ეს არის კადრები საუდის არაბეთში, ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის. აი ეს არის. ხედავთ და ნუ ესე დარტყმებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. მან ეგ არის გათვლილი იმაზე, რომ პრეტენზია გაჩნდეს არაბულ სამყაროში, რომ ჩვენ ვზიანდებით და ეგეთი პრეტენზიები გამოითქმის აქტიურად, რომ თქვენ ყველაფერი გადაიტანეთ, ყველა რესურსი ისრაელის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვზიანდებით და ჩვენ ვიჭყლიტებით ამ ყველაფერში გაჩერდით. აი ესეთი კითხვა გამოაგზავნა ჩვენმა მაყურებელმა. ხო, მაგრამ საინტერესოა ხო არის რატო ურტყამს ესე წაკვენ სხვადასხვა ქვეყნებში ბაზებს და რატომ არ გადადის პირდაპირ იერიშზე ავიამზიდებზე ძირითადი პრობლემა ხო ეგ არის. ზუსტად მაგაში არის საქმე, რომ ირანს არ აქვს იმისი ტექნიკური საშუალება, რომ ამერიკული ავიამზიდები დააზიანოს ან მით უმეტეს ჩაძიროს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ავიამზიდების დაჯგუფება არის ალბათ თუ რამე არის დაცული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრივ არის ზუსტად ეგ, თან არის მოძრავი სამიზნე და რასაც შოთა ამბობდა ზუსტად იგივე ლოგიკა არის, ანუ ირანი საკითხს აყენებს ეხლა თავისი ქმედებებით შემდეგნაირად. მე ხომ ბომბავენ, აი გარშემო ვინც ხართ, ყველა იბომბებით. იგრძნობთ საკუთარ თავზე, ჩვენ რო ზიანდებით, თქვენც დაზიანდებით. ამოცანა არის შემდეგი, რომ ამერიკის მოკავშირეებმა, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა ემირატებმა, ყველამ უნდა ამერიკელებს წაუყენონ პრეტენზია, რომ დიდხანს ესე აღარ გააგრძელო და მაგისი კაი მაგალითები არის, მაგალითად აი ხა შოთას აქვს გახსნილი, ეს არის დუბაის ზედხედი, სადაც ჩანს, აგერ აი ეს კუნძული ხო იცით, ცნობილი ანუ ეს არის რაღაცა დუბაის ბრენდული სიმბოლო და ამ კუნძულის გვერდზე არის უკვე რაღაცა დაბომბილი ცეცხლის ალშია გახვეული და იქ გვაქვს კიდე ვიდეო კადრებიც კონკრეტულად დუბაიზე გარკვეული ტურისტული ინფრასტრუქტურაც რო ზიანდება, ხო?
ანუ აი ჩვენ ახლა მაგალითად აი ეს არაბული ქვეყნებზე დარტყმები გავუშვი წეღარა კადრებიც გავუშვი ხმას გავამეორებ უბრალოდ რომ კომენტარები ვაკეთოთ. აი თქვენ ხედავთ რომ აი ამ კადრებში რაკეტები ეს მაგალითად დრონები ხდება რაღაც სასტუმროებს, აი სასტუმროებია და სასტუმროების მიდამოებში ხდება დარტყმების მიყენება და ეს არ არის შემთხვევითობა, ან ეს სამხედრო კადრია, მაგრამ სხვა ძირითადად ხდება არასამხედრო ობიექტებზე. და ეს არის შემთხვევითობა, მიზანმიმართულად ირანი საკითხს აყენებს ეგრე რომ ის ქვეყნები უნდა შეწუხდნენ, იმ ქვეყნებში უნდა დაითესოს პანიკა და შესაბამისად უნდა გაფორმდეს მოცემულობა რომ თუ ომია ყველასთვის ვინც იქ არის და შესაბამისად ყველას მოთხოვნა უნდა იყოს ამ ომის გაჩერება. სხვათა შორის ამ ქვეყნებს, აი არაბული ყურის ქვეყნებს მათ შემდეგი დიდი გამოწვევა უდგათ. განსხვავებით ამერიკის და ისრაელისგან, რომელსაც ბევრად დიდი მარაგები აქვს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ამათი ჰაერსაწინააღმდეგო მარაგები არის ძალიან შეზღუდული. ესენიც ცხადია მუშაობენ ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეშვეობით, თუმცა ამერიკელებს რაც კი თავისუფალი მარაგები ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გადაამისამართეს ან თავისი ბაზების ან ისრაელის დასაცავად და არაბული ქვეყნებით გაან საფრთხის წინაშე რომ მალე საერთოდ ამოეწურებათ ყველანაირი თავდაცვის საშუალება. ეხლა თუ კიდე რაღაცას იცავენ, მალე საერთოდ ამოეწურებათ. ერთი რა მინდა გაჩვენოთ, აი სანამ ამას ვაჩვენებ. კი ბატონო. მაგალითად აი რაზეა მიმართული? ეს არის ტურისტული ობიექტი, რაღაცა რესტორანია დუბაიში და უცებ იწყება პანიკა, იმიტომ რომ რაღაც ხმა იყო, არა, სინამდვილეში არაფერი სარაკეტო დარტყმის ხმა არ იყო, მაგრამ იქ ხალხმა ჩათვალა ეფექტი რა გამოიწვია. ხალხმა ჩათვალა რომ აქ რაღაც ხმა გაიგეს. და აი ეს შუა იმაში ხალხი იშლება და გარბის, ხო? ეს არის როგორც ჩანს ზოგადი ეფექტი, რისი გამოწვევაც უნდა ირანს ამ მიმართულებით იმისთვის რომ ჯამური ეკონომიკური დაზიანების ფაქტორად იქცეს ეს დაპირისპირება იმ ქვეყნებისთვისაც და შესაბამისად მოთხოვნა ამერიკაზე და ზეწოლა გახდეს ინტენსიური. სხვა თავდაცვის საშუალება არ აქვს, იმ გემზე რაც ერთს დავამატებ, გემებზე რაც ითქვა, ხა ზურამ ახსნა კარგად, მანდ პრობლემა არის ჯერთ ის გემები ახლოს არ დგას იმ გემებამდე რო წვდება მასეთი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა არ არის ბევრი. ანუ სპეციალურად მაგალითად ეს გემები განლაგებული ან ინდოეთის ოკეანეში ერთი ჯგუფი და ან კვიპროსის მიდამოებში და შესაბამისად მანძილი რომელიც უნდა დაფაროს ესეთი რაკეტების რაოდენობა ბევრი არ არის და მოძრავი სამიზნის გარდა იმისა რომ ამ გემებს თავის თავდაცვითი საშუალებები აქვთ მანძილი რომელიც ისე მოძრავი ობიექტისზე გარტყმა არის ბევრად რთული. სად რაღაც корпуს მოარტყია და სად კიდე გემმა გაიგო სადაზვერო ინფორმაციით რომ იქიდან გაუშვეს რაკეტები და ნუ გადაადგილდა რამდენიმე ასეული მეტრი სხვაგან და მოხვდა შენი რაკეტა იქ სადაც რამდენიმე წუთის ან 10 წუთის წინ გეგონა, მაგრამ გემი გაეცალა იმ გამო. აი მაგალითად ამერიკის ბაზების დაზიანების კადრები გვაქვს ხა მანდ სატელიტური სურათებიც არის, ვიდეოებიც არის, აი მოდი ვაჩვენოთ და ვაჩვენოთ. პარალელურად აგერ არის მაგალითად კუვეიტში ამერიკის ავიაბაზის დაზიანების კადრები და ნუ აშკარაა რომ დარტყმა არ იყო სუბუქი იქ რაღაცა კრატერების მსგავსი თხრილებია, იქ დამწვარი შენობებია, მაგალითად არის კიდე აგერ ბაზის დაზიანებები, როგორი იყო ბაზა მანამდე მდგომარეობა და შემდეგ, ეს არის ბაჰრეინში ამერიკული ბაზა. ანუ თვითონ ბაზებსაც არ ტყავენ ირანელები, დაზიანებები აქვს, ოღონდ უნდა მანდ გვესმოდეს, რომ დაზიანებების მასშტაბი ამერიკულ მხარეს, თუნდაც არაბულ მხარეს და ირანულ მხარეს არის შეუთავსებელი. ანუ განუზომლად დიდ ზიანს, რა თქმა უნდა, იღებს ირანი, იმიტომ რომ მანდ როგორი თემა, როცა ქვეყანას პირველ დღეს უნდა დგურებენ ლიდერების რაღაც რამდენიმე ლიდერს უმაღლეს თანამდებობის პირებს და როცა ქვეყანას ფაქტიურად ავიაცია ქვეყნის თავზე შეიძლება
წინაღობის გარეშე მთლად არა, მაგრამ თითქმის უდანაკარგ, მცირე დანაკარგებით მუშაობს ავიაცია ქვეყნის თავზე. ეგ შეუდარებლად უფრო დიდი ტექნოლოგიური უპირატესობაა, შეუდარებლად უფრო მძიმე დარტყმების მიყენების საშუალება აქვს. ანუ როგორც ამერიკელები ამბობენ, ათასობით დარტყმა მიაყენეს უკვე ირანს და რაკეტის გაშვება, რომლის მხოლოდ ნაწილი ჩაფრინდება იქ ადგილამდე და ისიც გიწევს სხვა ქვეყნების მიმართულებით გაუშვა და გამოიწვია პოლიტიკური უკურეაქციის ეფექტი, ეგ არ არის თანაწონადი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები ეგრე არ უნდა წარმოვიდგინოთ ვითარებით.